ჯოჯოხეთი. ფიზიკური ტკივილი ახლობს. მეგონა რომ აი გულს მიბურღავდნენ. თან ფსკერი არის იდეაში ის ადგილი, საიდანაც ყველაზე სწრაფად შეგვიძლია დაარტყა ფეხი და ამოვარდე უფრო ზევით. ტკივილიდან სიამოვნებას ხო. სანამ არ გავბოროტდი რაღაც დოზით. შენ ხა თქვი სიტყვა აგდია. არ მინდა ამ საერთოდ არ მინდა. თუნდაც ეხები აი დაშორების ტკივილს. რომ მკითხეს რა ქვია. ყველაზე კაი საჩუქარი რა მიგიღეთ ხო ლუკას ხო უპასუხე, იმიტომ რომ მე მინდოდა ძმა. შენი სარკე იყო? აი ირეკლავდა შენ ტკივილს და მას ეხედავდი. ის ემოცია რაც ხონდა იყო ბედნიერების ასევე რა. ბედნიერების ცნებები. უნდა აცემინო თავი მოკლედ. ხელი არ შემევრუნებია საერთოდ. როცა მოვყვდი მე და დავიწყე გაცოცხლება. მე დავმალავდი, ბოლომდე დავმალავდი რომ შემძლებოდა. მახარა იმდენად დავიჭირე ამ მომენტში, იმდენ მიფრთხილდებოდა, რომ მაგასაც არ აკეთებდა. აი ამ რაღაც შემოტევებს ხუმრობით რაღაც ის თქმასაც. დედის ჩართულობა იმ შენ ამბებში. სამწუხაროდ დედაჩემის დაბადების დღეზე მომიწია, ცუდად ყოფნა ძალიან. გამარჯობა, დღეს სესიის სტუმარი არის გიორგი კალატოზი, როგორც ბევრი იცნობთ კალა, მაგრამ მე მინდა დღეს დაგანახოთ გიორგი როგორც გიორგი specific და შევეხოთ მის მთელ ამბებს, ის თემებს პრინციპში, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და დიდი მადლობა გიორგი რომ მოხვედი. მადლობა. და პირველივე კითხვას დაგისვებ პრინციპში, როგორ გრძნობ აქ და ამჟამად თავს. უკეთ ბევრად, კარგად. რაღაც პერიოდი გამოვიარე, მგონი ყველაზე რთული და ნორმალურად რა. ოკეი. რახან შენ უკვე შეეხე რაღაცა ემოციურ რთულ პერიოდს, კითხავ, რას განასახიერებს შენთვის ეს რთული პერიოდი? აი ასოციაცია რა მოგდის? ჯოჯოხეთი. ოკეი, პირდაპირ ესეთი მძაფრი. ხო, იმიტომ არ მეგონა რა. ყოველთვის სამხიარული ადამიანი ვარ. ჩემი თვითშეფასებაც რაღაც კუთხით იმაზეა მიმული, ჩემი ირგვლივ ჩემთან ერთ ადამიანები როგორ ერთობიან და ვიცი რომ ასოცირდები ისეთ ადამიანთან, ვინც არის პონტის გამკეთებელი შეიძლება, შემქმნელი, შემკრები სასტავის, ხიარული ხუმროებს ამბობს რაღაც და უცებ რადიკალურად სხვა ამპლუაში რომ ხვდები რომ ვიღაც სათრევი ხარ, ძალიან რთული იყო პიროვნულად ჩემთვის, თუმცა მაგაზე ბევრი არ მინერვიულია ხარ რომ მეგობარი მაგისთვის არის რომ ვერჩ დაგიდგეს მაგას. სათრევი როცა მითხარი ეს იგულისხმება რომ მეგობრები. ხო რა, ანუ რომ იყურებდნენ ადამიანისგან რასაც მიჩვეული ხარ და იმას რომ ვერ იღებ და რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაშია, მათთვისაც არ იყო იული ჩემი ყურება, ასე ვთქვათ. შენ ახსენე ჯოჯოხეთიო. როგორ განიცდება შენთვის სხეულებრივად ჯოჯოხეთში ყოფნა? აი რახან ჯოჯოხეთი დავარქვით. აი ჯოჯოხეთი რაც იდეაში იქ სხეულებრივად არ ვიცი, სულიერ ტკივილია წეს ხო რაღაც. ეხლა როგორ განიცდი სხეულებრივად? რო იხსენებ. მიჭირს ხოლმე რა გახსენება რა, ანუ და მაგ კიდე შემორჩენილი რა, ანუ მაინც ბოლომდე გამორიცხულია მაგიდან ამოხვიდე ალბათ სულ რაღაც დოზით იქნება რა. ხო, სწავლობთ გამკლავებას თითქოს. ტკივილი, ანუ ფიზიკური ტკივილი ახლავს. ანუ ფიზიკური ტკივილი ახლავს, რაც ჩემთვის სიახლე იყო. ოკეი. იმიტომ რომ რაღაცებზე რომ ფიქრობდი, განმარტოვდებოდი და რაღაცაზე ვფიქრობდი, აი ამას და ამას ხონდა პირდაპირ ზაფი რა და ვერ წარმოვედგინე თუ ეგ შეიძლება, კი შეიძლება რაღაცა გული მოგივიდეს რაღაცაზე, მაგრამ ამ დოზით თუ შეიძლებოდა რომ გული პირდაპირ გეტკინოს, ოღონდ გულის ტკენა მე მეგონა მაინც უფრო მეტაფორული ამბავი და ეგრეთ თუ შეიძლებოდა რომ ტვინს და გულს მაგხელა კავშირი ქონდა ერთმანეთში, ეგეც სიახლე იყო ჩემთვის. რაღაც მეგონა რომ აი გულს მიბურღავდნენ აი ესე რა რაღაცა განგძობითად და ვერ ხვდებოდი მეთქი რა ხდება რა. ძალიან რთული იყო მაგის გადააზრება რა. ну სამწუხაროდ მეტი რა საქმე გაქვს არ მაგდროს ფიქრობს. ფიქრში მიდიხარ და თითქოს შეგრძნებებით მძაფრდება ძალიან. ფიზიკური ტკივილი და ანუ ეგ იყო შინაგანი რაღაც ორგანოების რაღაცების ტკივილი ვერ გავიგე ანუ მართლა უცნაური იყო რა ჩემთვის. პირველადი იმპულსი რა იყო? აი როდესაც უშუალოდ ფაქტთან მოხვედი კონტაქტში და პირველად შეეხე მძაფრ გამოცდილებას და ტკივილს. შფოთი ეგრევე განცდები ბევრნაირი და ადგილის ვერ პოვნა. არ ვარ მე მოსიარული ადამიანი ზოგადად, მაგრამ დამჭირდა ერთ ადგილზე ვერ უჩერდებოდი და რომ მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან მეგობრები, დავდიოდი ეს ერთ ადგილზე დავდიოდი. და მაგაში რაღაცა მე მივხვდი რომ ვიღაცები რა დადიან მაგდენს, იმიტომ რომ რეალურად
კარნახობს ხო თავისით კარნახობს სხეული ითხოვს მოძრაობას, რომ რაღაცნაირად ეს ტკივილი გამოვიდეს და გამოთავისუფლდეს. ხო რაც ხო აი სიახლეები იყო თქო მაგიტომ უფრო უცნაურია მაგრამ თან საინტერესოც არის რა ანუ შენ თავს რაღაც კუთხით რომ ახალ ლამპულაში ნახულობ საინტერესოა ძალიან მესმის რომ საინტერესოა მოყვები მაგ ნაწილში და თან მინდა აღვნიშნო რომ ვატყობ რომ არ ბილებ კიდე შენ ხ საინტერესოობით და ამიტომ სხვა გზა ანუ თუ ეგეთ დღეში ხარ მოდი ისე მაინც შეხედე რომ გამოცდილებაა და პირველი გამოცდილებაა და თუ ეხა რა თქმა უნდა შეიძლება სხვა კუთხითაც შეხედო რომ ვაიმე და ჯოჯოხეთში მოხვედრა რაც გამოცდილებაა ეგრე თუ მაგ კუთხით შეხედო ანუ მართლა საინტერესო იყო იმიტომ რომ თუ ვინმე ამბობს რომ სკერზე ვარ ამ სკერზე ხო არ ყოფილხარ იქამდე რა და რაღაც კუთხით ახალი გამოცდილება მაინც ესეც შეიძლება შეხედო რომ საინტერესოა თან სკერი არის იდეაში ის ადგილი საიდანაც ყველაზე სწრაფად შეგვიძლია დაარტყა ფეხი და ამოვარდე უფრო ზევით კი აშკარად და იდეაში თითქოს ამ გზას გადიხარ ახლა კი ვცდილობ ყველანაირად ყოველ შემთხვევაში ვებრძვი მაგრად და აი რაღაც მაგ ცუდად ყოფნის პერიოდში რაც ბარებში დავიწყე სიარული ნუ კათიშული ვიყავი საერთოდ ვერ ვამჩნევდი რაღაცას შეგრძნება მქონდა ისეთი რომ თითქოს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ვიყავი რომ უყურებდი სიტუაციას რომ მეთქი აქედან ეს სიტუაცია არასდროს არ მინახავს რა პირველი შემთხვევაა რომ აი მე ესეთ ემოციურ მდგომარეობაში ვარ და აქედან სხვანაირად ჩანს და რაღაც მომენტში რაც უნდა გასაოცარებოს ცოტა მუღამის დაუჭირე რომ მეთქი რა არის ეს აი ტკივილიდან სიამოვნებაა ხო და უცნაური იყო ეგეც აი მართლა გამოვშტერდი და საინტერესო იყო რა ესე რო ვთქვათ მე შემხვდა ძალიან ბევრი ვიდეო შენი სადაც ბარში ხარ მღერი ერთობი იმ პერიოდში და გაგიზიარებ ჩემს იმჟამინდელ ემოციებს რომ ვაუ ძალიან ცუდად არის პირველი იყო ეს რომ ვაუ ძალიან ცუდად არის და ეგრევე მოგწერე კიდეც რომ ეგრევე მქონდა იმპულსი რომ რა შემილია გავაკეთო გიორგის და ვიცი რომ და დარწმუნებული ვარ ყოველ შემთხვევაში რომ ბევრი ადამიანი მოვიდოდა შენთან აი ესეთი ტიპის კონტაქტით რომ მზად ვარ დაგეხმარო თუ რამით შემიძლია აი მაგ პერიოდს რო შეხედო შენ და შენ ემოციებს თუნდაც თუ გახსენდება ეხა ხელში თუ მოდის განცდის დონეზე როცა თუნდაც მღეროდი რა იყო შიგნით რაც მიდიოდა პროცესი სიმღერა ზოგადად ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება მე თუნდაც კარაოკეში ან რაღაც ეგეთ ადგილზე თუ მიდის მორიდებულია რა რომ აი ხა მე იმან კარგად იმღერა მე ხვარავალ ამის მერე და რამდენი ყოფილა ეგეთ სიტუაციაში სულ ეგ წინაღობა ყოფილა მეც მქონია რომ ამაიც ახლა მინდა და მიპრანჭები თუ რაღაც ანუ ეხლა რომ მე მკითხოს მინდა მე მაგისთვის უფრო მივდივარ რომ პირიქით ეგეთი სიმღერა მოვისმინო თორე კარგი სიმღერას მოსმენ სხვა გამომწახვინე ამიტომ არანაირი ბარიერი ეგ არ უნდა იყოს და მაგ მომენტში როცა აუდიოდი და ღეროდი ერთი წამი ანუ არაფერზე არ ფიქრო სირცხვილის ან რაღაც ანუ აი ეს არის რა გინდათ არ გინდათ აი მე კიდე ყველაფერი აი მოცემულობა არის ვინმეს არ მოგწონთ სხვა რამე გინდათ ანუ შენ თავის იქით რომ მე უნდა გავერთო ეხლა და რაღაცა ჩემი გონკები მაქვს იმის იქით საერთოდ არ ვიყურებოდი რა და სიმღერა სხვადასხვა ვის იყო თერაპიის მომენტში ხო აღმოჩნდა რომ დამეხმარა რაღაც კუთხით. სიმღერას აქვს ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რომ მუშაობს ჯერთი ყელის ენერგეტიკაზე, სადაც ბრაზი იჭედება და სევდა იჭედება როგორც წესი. ძალიან ხშირად და როდესაც ნებისმიერ ამას ვმღერით, იქ ამოდის და გამოთავისუფლება ხდება. და ძალიან საინტერესო იყო ხოლმე რეპერტუარი შენი. ხო, და ამას რო ადევნებდი თვალს ძალიან ტკივნეული იყო ამის ყურება. ხო, ხვდები. პროფესიონალის კუთხით და თვალით სხვანაირად ჩანს ახლა ეგეც მესმის. იქ ადამიანებმა მითხეს რომ ვაუ და რა მაგარი იყო და არასდროს ეგეთი რაღაც არ ვთქვამ ჩემთვის, მაგრამ ატომიკ კიჩენი. ხო, არა მარტო კიდე და ხო, ყველაფერი აბსოლუტურად რაღაცა, ყველაფერი ვიმღერებ ყველა ჟანრის და სიმღერასაც ხო ემოცია ჭირდება. არის ვიღაცავის ჩემზე 100 ჯერ მაგარი ხმა აქვს, მაგრამ თუ იმ სიტყვებს არ გზნობს რაღაცას რას ვერის და მეც რომ ვღეროდი რაღაც განვიცდიდი რა ბოლომდე იმ ყველაფერს რასაც ვღეროდი და
მაგიტო შეიძლება უფრო ესეთი კარგი გამოვიდა გარე თვალისთვის საყურებლად, მაგრამ კიდევ ერთხელ პროფესიონალის თვალი, რომელსაც ბექგრაუნდი იცის, შეიძლება ცოტა ბევრ რამეს ამჩნევდეს. კი. ასევე რას კითხავ, იცი რომ ძალიან ესე გვერდიდან ეს შენი პროცესები ძალიან ბევრი ადამიანის დამფუშინგებელი იყო, შემიძლია ესეც ვთქვა, იმიტომ რომ მე მახსენდება შენი აი ამ ცნობილი ვიდეოს შემდგომ, როცა გააზიარე შენი ემოციური მდგომარეობა, ძალიან ბევრმა ადამიანმა კონკრეტულად ფსიქოთერაპიულ სივრცეში დარეკა. და ამბობდნენ, ვარ ისე როგორც გალა. და ჩვენ ვიგებდით რაზე იყო საუბარი. და მჭირდება თერაპევტი და ძალიან ბევრი ადამიანისთვის შენი მწუხარებითაც კი იყავი, მოდი ესე ვიტყვი, მაგალითი, რომ დაეწყოთ ჰილინგის განკურნების პროცესი და არ შემიძლია არ აღვნიშნო განსაკუთრებით მოზარდები. 16-15 წლის ბიჭები და ძირითადად ბიჭების მხრიდან გაიზარდა მომართვიანება ამ კუთხით, რომ ამბობდნენ, რომ აი იმ პროცესს გავდივარ, რომ ეკითხებოდი, რა ხდება შენთან. რაშიც გიორგია და ვეუბნები, თქვენ ხო არ იცით ზუსტად სად არის გიორგი და არა, ჩვენ ვიცით, ჩვენ მისი მაყურებლები ვართ, ვიცით, ვხედავთ და ჩვენ ვერ მოგვატყუებს ემოციები. აი ამაზე მინდა კითხო, შენი პერსპექტივიდან როგორ ხედავ შენ პროცესს სხვა ადამიანების მისამართით? ცხოვრებაში რაღაცების კეთება ზოგადად რა, თუნდაც YouTube-ის დაწყება. ან ნებისმიერი საქმის დაწყება რა, ვისაც ვინც ახლა ფიქრობს, რომ აი ამას გავაკეთებ ხა. ეს მომიტანს ამ შედეგს. ვერ გააცნობიერებთ, აი დამწყები ვინც ხარ და ნულიდან რაღაც რამდენი რამე შეიძლება გააკეთო ისე, რომ ჩანაფიქრში არ კონდეს. რამდენი რამ შეიძლება მოყვეს ამ შენ გაკეთებულ საქმეს. ისევე როგორც ამ YouTube-ის კეთებით რომ ვიღაცებთან ძალიან ახლოს მივედით, არ მეგონა ნამდვილად მაგას თუ მოხერხებდით და ეგ თემაც მე იმიტომ გამოვიდა, იმიტომ ველაპარაკე, რომ პირველ რიგში პასუხისმგებლობა მაქვს რა, საკმაოდ ესეთი თუ რამეს მივაღწევ, მგონია რომ ამ შეგრძნებით რომ პასუხისმგებლობა მაქვს, იმიტომ რომ ყველგან სადაც მუშაობდი, ეს გრძნობა არ მაძლევდა საშუალებას რომ მოვდუნებულიყავ. და მანდ უბრალოდ ჩემი ყურება ისე რომ კონტექსტი არ იცოდა ხალხმა. გამოდიოდა ისე რომ მე ვიქცეოდი ძალიან ცუდად, რომ გადაცემებში რაღაც არასერიოზულად არ უყურებდი საქმეს სერიოზულად და მე დამეზარა, მომბეზრდა რაღაც და ამიტომ ჩავთვალე რომ საჭირო იყო საქმის კურსში ჩამეყენები და მაყურებელი. რომელთანაც აი მართლა მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. შენი აზრები იყო ეს თუ გქონდა უკავშირები? რომ გიორგის მომბეზრდა ან დაიღალა ან ეს არის. წავიკითხავს კიდევაც ეგ ფიდბექი იყო. წინა გადაცემებზე რაღაცებზე წამიკითხავს, რომ აღარ ისმინებაო, ერთმა დაწერა რომ აღარ ისმინებაო და მომუხვდა რა, ეხლა ჩემი საქმე ეგ არის რომ თუ არ ვისმინები, მაშინ რაღაც ვაკეთებ რა და კონტექსტი ხო მაგრო ძალიან მნიშვნელოვანია და მაგიტო ჩავთვალე საჭიროდ, რომ ხალხმა არ იფიქროს, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაც ან ყელში ამოვიდა, მომბეზრდა რაღაც. პირველად იყო ეგ. მერე რაც მოყვა ჩვენთან ჯგუფში დაიწყო და ხალხი მოდიოდა რომ ოჩაღრო გამოხვედა ილაპარაკე, ანუ სიმართლე რო ვთქვათ, მე არ განზრახვა მაგის რომ ვიღაცას დავხმარებოდი არ მქონია მართლა. ხო. უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა ვიგრძენი და ნამდვილად არა დაწერილი ტექსტი და არაფრით, ანუ ტატომაც არ იცოდა, ტატოს ისეთ სახე ქონდა იქ რომ რაღაც მომფრო, არ იცოდა, რომ მოვაპირებდი რომ მეთქვა. ჩემი მდგომარეობა იცოდა, მაგრამ ხო. უცებ ესე მეთქი ჩემ თავთან გადავწყვიტე რომ მეთქვა. და მე ეგ ამბავი რაც მოყვა მაგას ძალიან გამიხარდა თუ ვინმეს ჩემი აი ამ რაღაცა მდგომარეობაში ყოფნით რაღაც მომენტში დავეხმარე მარტო ბედნიერი ვარ მაგ ყველაფრით და ანუ არაფერი სასირცულო მაგაში თუ ცუდად ხარ და მაგის გაზიარება გინდა და ლაპარაკი გინდა და ემოციების დამალვა პირიქთან უარეს გაუკეთებ საკუთარ და ვისე პრანჭებიან საბოლოო ჯამში თუ მიხვედი რაღაც ძალიან უწერდილამდე. ეგ ძალიან მძიმეა. კითხავ თუ შეიძლება ამას რო შევეხოთ, რამდენი ხანი იყავი აი მარტო გაჭედილი ამ ემოციებში ტკივილში სანამ გააზიარებდი? რამდენიმე თვე აი უბრალოდ აი დინამიკა იყო დაღმავალი ძალიან. და ბოლო სადღაც ერთი თვე უკვე აი ძალიან დამძიმდა რა. იქამდეც აი ნელ-ნელა ხვდებოდი რომ ვერა რა რაღაცა. ვერა, ბედნიერი ვერ ვარ და ცუდად ვარ და მაგრამ ანუ აი საკუთარ თავთანაც არ ვლაპარაკობდი ასე თქვა ბევრს რა მოკითხით. ამ კუთხით კითხავ როგორც ცნობილ ადამიანს. იმიტომ რომ ეგეც არის ერთ-ერთი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ დაშორებაზე როდესაც ვსაუბრობთ და ეგოტური მდგომარეობაც ერთვება ხო არის რომ მე ძალიან ცნობილი მნიშვნელოვანი ესე შემდეგ ადამიანი ვარ. რაც არ უნდა თავდაბალი იყოს ადამიანი, მაინც მოყვება ეგ ბექგრაუნდი. შენთვის როგორც
გიორგისთვის ცალკე და შენთვის როგორც კალასთვის ვინც ჩანს YouTube-ზე. რა განსხვავება იყო, მოდი ასე ვიტყვი, ემოციური კუთხით. იყო ის თემა, რომ მეტკინა უფრო მეტად რახან ხედავენ ხალხი, თუ იყო ეს უბრალოდ რომ გიორგი ვარ და ვარ ამ მდგომარეობაში. მე ვცდილობ რომ ყველგან გიორგი ვიყო, მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ რაღაც დაყოფილი ალტერ ეგოები ნაკლებად მაქვს. პიტერ პარკერი და ეს სპაიდერმენი არ ვარ რა, ანუ იქაც ის ვარ და საერთოდ ეს სივრცე ძალიან ნამდვილია რა და მაგიტო ვაფასებ. კი, რა თქმა უნდა, სიყალბეც არის, მაგრამ მაგ სიყალბეს მაყურებელი ძალიან მაგრად იჭერს, იმიტომ რომ აქაურობის მაყურებელი იმიტომ გახდა ხალხი, რომ ეს სიყალბე მობეზრდა რაღაც და გადმოვიდა YouTube-ზე. ანუ YouTube-ის მაყურებელი როგორც 10 წელია აქაურობას უყურებს, მის თვალი ძალიან მაგრად არის გავარჯიშებული და კარგად შეუძლია ამოიცნოს ამოუცნობი ობიექტები. ხო და შესაბამისად ჩემთვისაც განცდების ამბავში მე რამდენად ისე ვიქნებოდი თუ ესე მნიშვნელობა არ ექნებოდა რა რაღაცა განცდა იყო რომელიც ყველა ვარიანტში დამარტყამდა და ყველა ვარიანტში მომეწევოდა. ოკეი. უცნაურ კითხვას გითხავ. აბა. ქონია სურვილი სამაგიროს გადახდის? ხშირად არის ხოლმეცა. კი. ჰილინგის პროცესი. კი. სხვათა შორის სანამ არ გავბოროტდი რაღაც დოზით ეგ თემები რომ ვილაპარაკე და ცუდად რომ ვიყავი, ეგ თემები იმიტომ იყო, რომ საერთოდ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდი. ოკეი. აბსოლუტურად. ანუ ბლეიმინგის მომენტი. ხო, მე ეგეთი ადამიანი ვარ, ზოგადად, მაგან ძალიან ბევრი კარგი საქმე გამიკეთა ცხოვრებაში, რომ საკუთარ თავს ვაბრალებ რაღაცა რომ მოხდება რა. წინ წამწია მაგან ძალიან ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც კუთხით დამაზარალა რა, როცა ესეთ ემოციურ მდგომარეობას ეხებოდა საქმე, მაგრად დამაზარალა, იმიტომ რომ ერთი წამით კენჭის როლ არ მინდოდა სხვაგან. და მე რომ მივხვდი და მეგობრებს ველაპარაკე რომ თლად ეგრე არ არის ეხა და ცოტა აზზე მოდი. მე გამიშთა სურვილი, მოდი ასე ვთქვათ, სამაგეროს გადახდის არა, მაგრამ ხო, მძაფრად ვიკითხე ხო, არა, აი რაღაცა საკუთარის თავის დაცვის უფრო მეტად, ვიდრე დავიცავი. და მომავალშიც ეგ მომშვიდ, ანუ მომავალში რაღაც ფეიქ სიტუაციებს რო წარმოვიდგენ, აი ამ სიტუაციაში როგორ მოიქცევი. თუ მე საკუთარ თავს არ ვიცავ და ხანდახან აგრესიულად არ ვიცავ რა, მაშინ ცუდად ვარ. ვიცი რომ აი ამ სიტუაციაში მე ის გიორგი რომელსაც ესე მოხვდა და ესე ეთკინა თუ არ დავიცავი, ანუ მოკვდება რა ისევ იგივე სიტუაციაში და მე უნდა ვიყო ის ადამიანი ვინც იმას დაიცავს, ანუ რაღაც მომავლიდან, აი იმ გიორგის ვინც აგდია იქ 3-4 თვის წინ და ეგრეთ ცუდად არის, მე უნდა ვიყო ვინც ხელს გაუწვდის რა ისევ. შენ ხა თქვი სიტყვა აგდია. ხო. ძამძაფრი იყო. ეგდოდა ხა. ხო, ძამძაფრი იყო და ძალიან მოვიდა ეგ განცდაში. გულწრფელად ცრემლებამდე მოვიდა განცდაში სიტყვა აგდია. ხო, ძიმია ძალიან. ხო და მაგიტო რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაც დაგეხმაროს, მეგობარიც დაგეხმარება და აუცილებელია და მშობელიც და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში თუ საკუთარ თავს შენ არ გაუწვდინა ეგ ხელი, ძალიან რთული იქნება. იმიტომ რომ ხო რა მაშინაც ხოდა შორის ეგრე უყურებდი, რომ ერთ კვირაში და ორ კვირაში ეს თემა არ მორჩებოდა, ხვდებოდი და პროცესი უნდა ენდო ცოტა ხანგრძლივ მასშტაბში, რომ შორს გაიხედო და იმ შორიდან იმაში რომ ჰარი პოტერშია მომენტი ძალიან მიყვარს. მესამე ნაწილში დროში მოგზაურობას და ამ ჰარის გონია რომ მამისი დაეხმარა რა და თვითონ რეალურად რო საკუთარი თავი ეხმარება, ოღონდ მომავლიდან და აი მაგ პარალელს ვავლებდი ხოლმე რომ ისევ შენ უნდა დაეხმარო საკუთარ თავს, ასე რომ დღეს ვინც სუდად არის და ესე ვერ გამოიყურება კარგად, აი პროცესს ენდოს და საკუთარ თავს ენდოს, რომელიც უფრო გაძლიერდება და გაძლიერება არავის არ უნდა, ყველას უნდა ბედნიერება და კარგად ყოფნა, მესმის არ არის აუცილებელი. არ არის აუცილებელი რომ ძლიერი იყო რა. ანუ აი ყველა ძლიერი მინდა სოფლიოში რომ ვიყო, არ მინდა, ანუ საერთოდ არ მინდა. მესმის რომ ეგ ყველაფერი გეხმარება რომ გაძლიერდე, ყველანაირი ასე ვთქვათ, უბედურება შეიძლება გამოიყენო საწვავად რა. აი ხმეს რომ ვარჯიში დავიწყე, რომ არ ვაპირებდი და კარგია რა თქმა უნდა ეგ რომ. კარგი სუბლიმაცია არა? ხო, არა, კარგია, ეგეც უნდა გამოიყენო და შეგნებულად გამოვიყენე ხა ეს სიტყვა სუბლიმაცია. ხო, ეგ საწვავი შეგიძლია დადებითისკენ მიმართოთ, რაღაცები ისწავლო, აი რაღაცები ისეთი დაიწყო, რასაც იქამდე ვერ აკეთებდი მაგალითად. კაი, მაგისთვის კაი. ეხა როცა ამას ამბობ, რას გზნობს ხელში? რა ხდება შენ შიგნით? რას ვამბობ კონკრეტულად? აი როდესაც აზიარებ, რომ საწვავი უნდა იყოს ეს ყველაფერი გამოიყენო და როდესაც თუნდაც ეხები აი დაშორების ტკივილს. დღეს აქ დამჟამად ხელში ხდება.
არ მინდა ხოლმე რომ გავხსნა ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილია, ძალიან. და სხვა გზა როცა არ არის. ანუ სხვა გზა არ არის რა და თუ ეგრე არ ვიფიქრებ, ჩემ twins არ ვაიძულებ რომ ესე იფიქროს, მაშინ ისე უნდა დაიტანჯოს რა. ამიტომ მაინც ვფიქრობ რომ მარტო დადებითი ვექტორისკენ მიმოტრიალო საკუთარი თავი, რომ აი ეს თემა სამაგერო დაგეხმარა, მე ვიცი რომ რეალურად ეს არ არის. ხო. მე ვიცი რომ რეალურად შეიძლება საკუთარ თავს ვატყუებდე და კი ესე რომ დავждდე და ისევ ისინი ველაპარაკო საკუთარ თავს, რასაც ყველაფერს ვფიქრობ, ისევ მტკივა ხოლმე ეგეთ რომ ძალიან რა განცდების დონეზე, მაგრამ მოდი კონცენტრირდეთ კარგზე, რაღაც მოდი კონცენტრირდეთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი რაღაცაში დაგეხმარება, რაღაცაში გაკვეთილი იყო, მაგრამ სხვა რა, აი სხვა რა ვქნაობა, ანუ სხვა გზა რა არის. სხვა ერთადერთი არის იცხოვრო ეს მომენტი. შეძლო იმ მომენტის თავიდან ცხოვრება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ბოლომდე გაუშვა. იდეაში ეს არის თერაპიის მთავარი ფოკუსი ხოლმე. მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რეალურად ყველა ის მექანიზმი ესე შორიდან რაც ჩანს გამკლავების, რასაც შენ იყენებ, საკმაოდ ვიყოდი ესე შეფასება გამოდის, მაგრამ ეფექტურად მიდის თითქოს. თუნდაც ეს ვარჯიშის ნაწილიც საკმაოდ კარგია, როდესაც ქართულად არ ვიცი როგორ არის გრუშა, რომელსაც ურტყავ. კი. და რომ მანდ შეკავებული ბევრი ემოცია გამოდის ხოლმე. და ამავე დროს მინდა მეორე მხარე დაგანახო თითქოს ტკივილთან ერთად. ადამიანები, შენი მეგობრები, რომლებიც შენს გარშემო აღმოჩნდნენ. პირველი ხა ვინც მახსენდება არის შენი ძმა, რომელიც ბევრი ედიტების გავლენაც მაქვს ხა მე და რაღაც საყვარელი ედიტები იყო ძალიან ბევრი, რასაც უყურებდი და მისი ჩართულობა. შენთვის რა დამახმარე ფაქტორი იყო, რაც გარედან ვხედავ რო ჩანს, რო გეხმარებოდა. მე ლუკაზე რომ მკითხეს რა ქვია, ყველაზე კაი საჩუქარა მიგიღეთ ხო ლუკას ხო უპასუხე, იმიტომ რომ მე მინდოდა ძმა და ეგრე გამოვიდა. ხომრები ჩემ გამო დაიბადე მეთქი და რაღაც მაგრამ ლუკა არის ძალიან ისეთ არაემოციური ადამიანი და არაემპათიური ესე პირდაპირ თუ შეხედავ. აი ესე რომ მოვიდეს დაგელაპარაკოს რაღაცა და ნაკლებად და ეგეთი ადამიანი რომ ეგრე გამოხატავს ემპათიას ხალხმა ხო არის ის ლუკა იყო პირველ წყარო იმ შემხებლობასთან რა მდგომარეობაში მე ვიყავი, იმიტომ რომ ერთად ვიყავით სულ. და ყველაზე მეტად თუ ვინმე განიცდიდა მაგ თემას იყო ლუკა და მე ხო ხედავდი ახლა ლუკა რა დღეშიც იყო რა, ანუ შენი სარკე იყო? ჩემი სარკე რა გითხით? აი ირეკლავდა შენ ტკივილს და მასე ხედავდი რა გეტკინა? აი ეგ იყო რომ ლუკა რომელიც არ არის ემპათიური თითქოს ცივი უჭირავს ყველასთან რა. აი არ არის ეგრე მე უფრო ისა ვარ კომუნიკაბელური ლუკა ძალიან ცივი და ჩაკეტილია, მაგრამ ვიღაცები თუ უყვარს ძალიან უყვარს და პირდაპირ აი ხო არის რომ სუფრაზთან ვიღაცები დათვრებიან და ეხუტებიან და ლუკა არ არის ეგ ტიპი რომ სუფრაზე სიტყვით ან სადღეგრძელოთ ან რაღაცას მოუნდეს რომ შინაგანად არ აქვს ეს. მაგრამ თავის საქციელით, ქმედებებით და სახის გამომეტყველებით და ასე ბევრი რაღაცით, რასაც ვერბალური კომუნიკაცია არ ჭირდება, აუცილებლად დაგანახებს მაგ ყველაფერს რა. თან რო უყურებდი როგორ დღეში იყო, ანუ ჯერ მარტო მაგიტო უნდა მოვიხოდო მეთქი რა, ანუ აი ხა ჩემს ძმას მეთქი ესე დღეში ანუ რო უყურებდი როგორ განიცდიდა. ანუ მეთქი აი ამის ყურა მე პირიქით რო ვიყო და ესე დღეში რო ხედავდი მეც ხო წარმომიდგენია რა მივიდოდა და ჯერ მარტო მაგიტო რაღაც პროცესი დავისახე რომ აქედან ცოტა რაღაცა აზრი უნდა მოვიდე რომ ამ დღეში ხალხი არ ხედავდეს რა. და ლუკა არ ხედავდეს პირველ რიგში და იმ მაყურებლების კიდე რომლებმაც საოცარი მესიჯები არ ვიცი, ნუ შეუძლებელია გადმოუცე მართლა რამხელა ემოციური ფიდბექი მივიღე და რამდენმა თავის პრობლემას დაიწყო და ჩვენთან ჯგუფში ანუ საოცრება იყო მართლა. აი ახლა ადამიანობა დაიკარგა რომ ამბობენ დღეს, აი თუ სადმე რამე არსებობს, ჩვენთან იყო მაგ დღეს ცხოვრება ჯგუფში, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს წერდნენ ადამიანები, რომ ჩემზე კი თავის თავზეც, იმაზეც, ამაზეც ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ეს ყველაფერი და ჯერ მარტო მანდ უთხარი საკუთარ თავს, რომ მე როგორ უთხრა მე ვიღაცას, რომელიც სულ დღეში იქნება ჩავარდნილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ მე არ ვიქენი კარგად რა. მე თუ აქედან ვერ ამოვედი, ესე იგი ვიღაცას, ვისაც ჩემი იმედი აქვს, რომ ხა ვიღაც ვინც უყურებს, რომ ყალა ნახეთ, თურმე შეიძლება რომ კარგად გახდეთ, ცუდად ყოფნიდან, შედარებით უკეთ გამოიყურებო და რაღაც.
ეგ თუ არ გავაკეთე მეთქი მე რაღაც პირნათელი ვერ ვიქნები ჩემ გამომწერებთან თუნდაც რომელსაც ჩემი რაღაც შეეხო. მაგიტო აუცილებლად აი ეგ საწვავი უნდა გამოიყენო მაგისთვის რომ მე სხვასაც დაეხმარო რა ანუ იდეაში ნახე სად მივდივართ ისევ რასაც მიყვები რომ ისევ სხვების გამოცვლილება ანუ შენზე წინ დაყენებული მესმის ოჯახის წევრი მაგრამ შენზე წინ დაყენებული ადამიანები ისევ რაღაც მომენტებში ახლა სულ რა თქმა უნდა საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდე პირველ რიგში და უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ მაგრამ სხვებზეც უნდა იფიქრო. რავი ხო მე ცოტა შეიძლება ბევრი მაქვს ეგ, არ ვიცი, შეიძლება. ზრუნვა, უფრო სიზმის ზრუნვა. ხო, ალბათ მაქვს. იმიტომ რომ რაღაცა ლუკაზე სულ ზრუნავდი და ეხა საზრუნავი რომ მე აღმოჩნდი რაღაცას როლების გაცვლა არ მინდოდა რა ტკივილი რომ იმეყენებინა და როგორ გაგზნობინებდა თავს აი ეს როლების გაცვლა? მე ხო ცუდად, ცუდად იმიტომ რომ ცუდი როგორია კი არ ვიცი. აი არ ვარ ეგ მე რა, თითქოს აი მე უნდა ვიყო ადამიანი, ვინც ტვირთს და პირველ დარტყმას ყოველთვის საკუთარ თავზე აიღებს რაღაც ეგეთი წარმოდგენა მაქვს და უცებ უსუსური რო ვიყავი, უსუსურად ვიგზენი თავი. ოკეი, ხვდები. ხოთა შორის გაგიზიარებ დღეს სანამ ჩაწერას დავიწყებდით უნივერსიტეტში ვატარებდი ლექციებს. და რო დავასრულეთ ლექცია, უბრალოდ ესე გაზიარების მინით ვაზიარებთ ხოლმე ჩვენ დღის გეგმებს, აი დღეს რას ვაპირებთ. და მე ვთქვი რომ მე მივდივარ პოდკასტის ჩასაწერად და გიორგი იქნება მეთქი ჩემი სტუმარი თქო. ვერ აგიწერ რა მოხდა ჩემს ლექციაზე. ნახევარმა დაიწყო ტაშის დაკვრა და მეორე ნახევარმა დაიწყო რომ რაღაცები უნდა დაგაბარო. და თხოვე კიდეც რომ არაფერი არ დავამბაროთ სესიას რო დავდებთ მეთქი კომენტარებში შეგლეთ დაწეროთ თქო. მაგრამ თავარი რაც იყო, რაც ძალიან მომხვდა გულზე. უმრავლესობის პოზიცია იყო, რომ ხო კარგად არის. ანუ რასაც შენ უშვებ, რომ მე უნდა ვიზრუნო ხალხზე, რეალურად უკვე სოციუმიდან, საერთოდ უცხო ადამიანებიდან, ხო, ის ჯენზი ბავშვებიდან მოდის ის იმპულსი, რომ აი თვითონ როგორ არის. ანუ ძალიან ორმხრივია ეს კომუნიკაცია თითქოს და რაღაც მომენტში ეს ხალხი თითქოს ზრუნვას კი არ საჭიროებენ. პირიქით უნდათ რომ რაღაცები გააკეთონ. ხო, ჩემთვის ეგ ერთ ვიდეოში თქვი რომ ადრე ისე იყო რომ ვიღაცა თუ იტყოდა რომ კარგი იუთუბერია და კარგი ის არის, ან რან მიხაროდა ხოლმე და ეგ იყო თითქოს. არ ვიცი როდის იყო, მაგრამ მიმიღია ძალიან ბევრი მესიჯი ინბოქსში. როცა ადამიანები საკუთარ რთულ პერიოდზე მელაპარაკებოდნენ. და ბევრთან მილაპარაკია კიდევაც, ყველასთან ვერა და ბუდის მოვიხდი მაგის გამო. მაგრამ თურმე რომ შეიძლება შენი უბრალოდ არსებობით და რაღაც კეთებით რომ ადამიანებს რთული პერიოდი გადააგორებინო. ეგ აღმოჩნდა ჩემთვის რაღაცა დამატებითი არსაიდან მოსული სტიმული. ხო. რომელიც არ დამიგეგმავს რა ეს აი მართლა გულწრფელად ვამბობ რომ რაღაც ჩემი საკუთარი თავის გასართობად რაღაც შეიძლება ფინანსური წყაროს ბევრი ფიქრი მქონია მაგრამ აი ეს რო ეხა ადამიანებიც უჭირთ და აი ხა მე რომ მიყურებენ მაგას ვერ გაიგებ რა ანუ ვერ გათვლი და რაღაცა ბუნებრივი რაღაც საჩუქარივით მომივიდა ეხა ეგ თემა და ძალიან მეხება და ძალიან თბილი თემაა და რა ვიცი ანუ მაგიტო მე მithქვამს კიდევაც არაერთხელ არასდროს არ გავჩერდები რავი რა უნდა მჭირდეს რომ ეს საქმიანობა შევწყვიტო იმიტომ რომ ადამიანებთან რაც დანაკლისია დღეს და ნაკლებობაა შეიძლება ამ კომუნიკაციის ისე ახლოს მივდივარ რომ ბარებშიც რო დავდივარ ხოლმე ერიდებათ ხოლმე ხმესმის რამდენიმე ჩეკის მერე უკვე აღარ არის ეგ მორდება და რომ მოდიან მაგ და როცა თამამები არიან ყველა ისეა ძალიან ზრდილობიანად რომ ვაიმე ხა გაწუხებ და იმაშო და მე ყველას ვეუბნები ხოლმე იქვე და რავი აქედანაც ვაფიქსირებ რომ ჩემთვის მაგაზე დიდი ღირებულება რისთვის აკეთებ აბა ანუ ხელფასი რაღაცა კარტა დავადო და მანქანა ვიყიდო მე ანუ ეგ არ არის ჩემთვის ანუ ეგ ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასია რასაც მან ხედავ და მაგიტო ვინმეს თუ გონია რომ მაგით წუხდებიან ხელი მეშლება ბოლომდე კარგად არ ვიცნობს ესე იგი კონი ეგეთი შემთხვევა როცა ძალიან შეგაწუხა ვიღაცამ აი ცოტნეს ვკითხე და მთვრალი ხალხი რომ მოდისო ძალიან ბრაზდებიო. ნუ ახლა როცა შენ მთვრალი ხარ ერთ კონდიციებში ხარ და ნუ ძალიან დიდი ხანი თუ გაგრძელდა საუბარი შეიძლება თქვა და არ გაგიშვეს ეგრე შეიძლება. ნუ მან შენ სიყოჩაღეზეც არის რომ კარგად დასხლტე მაგრამ ყოფილა რაღაცას რომ თუ აკეთებ თქვა და მაგ დროს თუ ხდება სიტყვაზე აი ფეხბურთის ერთხელ ყავი სტადიონზე საქართველოს გიბრალტარის თამაში იყო და დავაგვიანეთ ცოტა რაღაც ვერ ვიპოვეთ გეითი მერე
შევედით და უკვე დაწყებული იყო და გარეთ სანამ შევედით ბავშვები მშობლებთან ერთად რაღაც სურათები. ხო. სანამ მივედით ნუ უკვე რაღაც გოლი გავიდა ლამის თუ რაღაც. მე რო დავსხედით პირველ ტაიმში რომ დამთავრდა, ხო ნუ დაიწყო ხალხმა აქეთ იქცევა, რომ დამინახეს. იქ ვიყავი. ჩემს მას კაპიშონი ქონდა გადაფარებული, აი ესე გადაიფარა, უყურებდა თამაშს და რამდენი ფოტო გადავიღე, კიდე არაფერს არ ასხივებს ეს თორე რაღაცა მომივიდოდა რა. და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა თან, მაგრამ ის რომ რაღაცას აკეთებ მაგ პერიოდში მეგობრებთან ერთად ხარ, მაგაში ცოტა ხარ, მაგრამ არა უშავს ეგეც. მაგრამ ანუ დისკომფორტი რასაკვირველი არის რა გაკეთებული. არის მან დისკომფორტი და მეორე მომენტი მაქვს მე დაჭერილი, თქვენ რო ღია ლაივები გქონდათ. ერთ-ერთი მახარასთან ერთად პოდკასტის ლაივები რო გქონდათ ერთ-ერთ ლაივზე რო დასრულდა ლაივი მახარას ველაპარაკე რაღაც გავცვალეთ აზრები აჩის ველაპარაკე და მეთქი გიორგისაც დაველაპარაკები სანამ მივალ და გავიცნობ ესე მეთქი ანუ შანსი არ იყო მოსვლის აჩიმ პირდაპირ მითხრა რომ ეხა ვერაფერს ვერ დაველაპარაკებითო შენ იდექი და მაღალი ხარ და მაგიტო ჩანდი რო იდექი მთელი არ ვიცი რამდენი ადამიანი ზღვა ხალხი იყო გარშემო და ვიცინოდი კიდეც რომ მეთქი დღეს ვერ წავა არ არსებობს იმდენად არ უთხარით თითქოს არავის, როცა მახარა გაეცალა ყველას. არავის არ მithქვამს სურათის გადაღებაზე, ანუ მაგაზე რა არ ვიცი. მახარას აქ ხოლმე რომ ოჯახთან ერთად თუ ვარ და მე ხან ყავს ოჯახი და შესაბამისად რაღაცა ეგრე არ წუხდები და ჩემი საქმე ვიცი რომ მოითხოვს მაგ თემასაც. ანუ მთელი ღირებულება მაგაში დევს რომ ადამიანს შეთან თავი გაქვს თითქოს მიძღვნელი. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მომცა. ოკეი, ანუ ეს რაღაცა ვალის დაბრუნებასავით არის? ხო არის საქართველოში განსაკუთრებით, რომ ადამიანები მუშაობენ და დაუფასებლობა ეს სიტყვა ძალიან ხშირად გაგვიბულია, იმიტომ რომ არა მარტო ანაზღაურება ხანდახან ძალიან ბოლო პრობლემაა ხოლმე. რა თქმა უნდა. იქ სხვა რაღაცებია რა და მე მქონია გამოცდილება აი რაღაც არდაფასების მომენტის და აი ამ საქმეში იმდენად დამიფასდა და იმდენად რაღაცა კარგი ურთიერთობა ყველასთან, კოლეგებთან, ამ იუთუბერებთან, ყველასთან და ხალხთანაც და ანუ ეგ იყო ალბათ ის რის გამოც მინდა რომ სულ არ ვიყურები არცა და სულ მინდა რომ რაღაცები ვაკეთო. ფურა ხან ვახსენე და ფუ პოდკასტის ამბები ცოტა ინფორმაციას მაგიდან გაგიზიარებ, არ ვიცი რამდენად გაგშენეს ფიდბექი. ადამიანები პრომო რო გავაკეთეთ ჩვენ პრომო კოდი და ვთქვით რომ ივნისის ბოლომდე ამას დავტოვებთ. ჩვენს კლინიკაში 300 ადამიანმა ისარგებლა. მართლა. ზუსტად რო გითხრა 307-მა. ინდივიდუალური სესიით. და ყველა ადამიანის აი როგორ თქვა, დაკვირვებას ვაწარმოებდით, ვინ არიან მოსულები. რომ განსხვავება დამეჭირა, თუნდაც ვინ სეგმენტზე ვმუშაობთ, რა ეს ტექნიკური ნაწილი რო გითხრა. ყველა ადამიანი, ვინც იყო მოსული, 100%-ით განსხვავდებოდა უბრალოდ მოსული კლიენტებისგან. რას გულისხმობ? ნებისმიერი წყაროდან რეკლამაც რო გაგვეკეთებინა არ აქვს მნიშვნელობა, ან ვიღაცას პირადად ჩემთან დავემბოდა სესია, ხო? მაინც განსხვავდებოდა, იმიტომ რომ მზაობა არ იყო თითქოს. და პირველი 3 სესია მჭირდებოდა, რომ აბა როგორ ახარ, აბა მორბილდა სიტუაცია და ასე შემდეგ. ვინც მოვიდა ფუდან, ყველა ჩემი თერაპევტი აღნიშნავს იმას, რომ იყვნენ ისეთი მოსულები, რომ აი გადარჩენა მინდა რომ რაღაც გავაკეთო, მინდა რომ ცხოვრება შევცვალო და არანორმალური მზაობით სრულებისკენ. სესიები ხანგრძლივობა აი ნახევრამდე შეკვეცილი იყო. და არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე დადიან. და იყვნენ რა თქმა უნდა ადამიანები, ვინც ერთჯერადად მოვიდნენ, იმიტომ რომ ნახეს და იმიტომ რომ აქვე ვიტყვი, უნდათ რომ მეტირებინა ეს დაკვეთებიც ისმოდა, რაც რა თქმა უნდა არ რეალურია ამ სიტუაციაში, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი თქვენი მაყურებელი, მოდი ესე ვიტყვი და არ გავაკეთებ ესეთ ანალიზს მარტო ჩემიდან, იმიტომ რომ მეც წლებია გიყურებთ და ჩემი მეგობრებიც, მაინც მეგონენ რომ კიდე პატარა ბავშვები არიან უფრო. მქონდა გათვლა რომ აი 25 წელი ყველაზე ბევრი. ჩემთან მოდიან ადამიანები. თანამდებობებით, გამოცდილებით, წლებით და ამბობენ რომ მარტო იმიტომ მოვედი რომ ფუში გისმინეთ. არა მარტო ნინოსთან, ცენტრის რომელიმე თერაპევტთან და რახან ბიჭებმა თქვეს რომ ეს ადამიანები არ მოგატყუებენ, ანუ ჩვენ გენდობით და წამოსულები ვართ და
ეს არის ჩემი მხრიდან ძალიან დიდი მადლიერება. პირველი შენ იმისამართით, რასაც აკეთებ, ცალკე რო ვთქვა. და მეორე რაც მომდის თავში, ხო? როგორ ხდება, რომ აი ამდენი ადამიანი რაღაცა ერთ ნათქვამზე, ერთ სიტყვაზე თქვენსაზე მიყვება თავისი ცხოვრების ცვლილების გზას. თუ დაკვირვები ხარ, თუ ქონია ეგ ფოკუსში. ეხა ეგ ინფორმაციაც არ ვიცოდი რომ ამდენი ხალხი ვიცოდი რომ იქნებოდა დარწმუნებული ვიყო მაგრამ ამდენი ხალხი 3-7 დღეს მდგომარეობთ. არა ძალიან თან მიხარია და თან ამდენ ადამიანს უჭირდება ესე დახმარება თან მე მივხვდი რომ ამ ჩვენ პროგრამას რასაც თავაზობთ ასე ვთქვათ არ უყურებდნენ გასართობ მიზნით მარტო რა რაღაცა სტრესისგან თავისგან არიდების თუ გაქცევის მაგრამ მართლა არ წარმოვედგინა, აი მაგ მეც რაც ვილაპარაკე და რომ გამოვედი და ეგეთი ფიდბექი რომ რამდენს ქონია თურმე ეს პრობლემა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი და შესაძლოა ჩემთვისაც სიახლეა ხა ეგ ამბავი. ხო, ძალიან ბევრი ადამიანი იყო და მართლა მქონდა ეს განცდა რომ რაღაც მომენტში ვიცოდი რომ თქვენი ერთობლივი ძალა ბევრს აკეთებდა და მქონდა ნანახი შედეგები, მაგრამ აი ესე საკუთარ თავზე, საკუთარ კომპანიაზე რო შევხედე, სადაც არანაირ დაგეგმილი არ მქონდა ეს რაღაცა ამ პრომო ან რაღაც ესეთი და უბრალოდ მეც იმპულსი წამომიდა რომ გამოდი გავაკეთებ კეთილ საქმეს, მეც რაც შემიძლია ჩემიწვლილით, ხო? ამხელა გამოხმარებას მაინც არ ველოდებოდი და არც ამხელა სანდოობას. რომ პირდაპირ იყო ის რომ ვარ აი რაღაცა გიორგის ემოციები ჩემთანაც არის, ესე იწყებდნენ სესიას და ზოგი იყო რომ აი უბრალოდ ვენდე და თერაპევტს ვეძებდი და რახან იქ იყავი всё. აგირჩიეთ. ანუ არაფერი არ იცოდნენ ჩემზე. ვეუბნებოდი რომ რამე იცით რომ თერაპია მაგავლილი, სუპერზორი, ეს კიდევაც შევთავაზე რომ მეთქი მოგიყვები 5 წუთი მეთქი რომ მიხვდე რომ რაღაც აფერისტი არ ვარ მე. არა, რაში მჭირდება იქო ხო იყავიო. ხო, ნუ ძალიან ზმაკაცური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ ჩვენსა და გამომწერებს შორის. იმიტომ რომ პირდაპირი კონტაქტი გვაქვს, აი ორშაბათობაში მაგალითად ხო ლაივზე შემოდის ხალხი და პირდაპირ რასაც კითხავს დაგისვამენ, იმას პასუხობდა. მე ეს რაღაცა დღეს ეხლა მოდიოდი მანქანას ვაყენებდი. ხო. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ერთი ადამიანი იყო გაჭედილი და გამორბოდა ეს და ეს აი ეს დამინახა თუ არა ეს კალა ბოდიშო გავიყვანო ეხავე ანუ ეს საერთოდ უცხო ადამიანებს იმდენად ესეთ შინაურული მიმართვა და დამოკიდებულება აქვთ რომ ავიცი ანუ მაგიტო როცა ადამიანს მეგობრად მიიჩნევ და მეგობარი რეკომენდაციას მოგცემს რაღაცას აი ეგ მომენტი აქვს რა და ჩვენ იმიტომ არ შვებით მაგას რომ ჩვენ რამე სარგებელი გვაქვს და ხალხო აბა ეხ თუ გადახვალთ აქ აი რაღაცა მაგის გამოც არ ვაკეთებთ ხო და მაგ გულწრფელობას ხედავს ალბათ ხალხი და მაგიტო იყო გამოვიდა თან ამ ფსიქოლოგიის მიმართ საქართველოში რა ცნობადობა არც არის ხო? სკოლაშატო ესწავლება თუნდაც არ ვიცი, ანუ არანაირი არავინ არ გეუბნება. ლიცენზირება არ არის საქართველოში, იცი? ხო და ნუ ბევრი რამე არ არის აქ, მაგრამ შენ რო დაირქვა ხვალ რო ხარ ფსიქოლოგი და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ფსიქოლოგს აჯობებ, ვინც დღეს ბაზარზე არიან და მუშაობენ. ხო, ესეც იქნება ოკეი. ამიტომ ხო რომ ევროპული აკრედიტაცია არის ერთადერთი ჯერჯერობით რაც გვიცავს, ცოტა მეტად. ხო, არა, სიგიჟია ხა, ეგეც არ ვიცოდი მე. არ გვაქვს არაფერი. ანუ შემიძლია რომ მართავ გავმართო. ხო, ერთი ოთახი იქირავო, მაგრამ შენივე სტუდიაში იქნება იდეალური, რომ იმუშაო და მიიღო კლიენტები. იცი რამდენ ჭყალებში ვიტყვი, რამდენს გამოიმუშავებ? ბევრს. ხო, ხვდები. არა, არასწორი მიდგომაა რა, ანუ მაგ ეგეც არასწორი მიდგომაა და ის რომ აი ბავშვობაში რაღაცა სკოლის პერიოდში არავინ არაფერს არ გეუბნება რა, რეალურად რა ჩეხები ცხოვრების განმავლობაში არავინ მაგ ინფორმაციას არ გაძლევს რა. ხო, უნდა ისწავლო ფიზიკა, რომ მე აი რაღაცა ვერ ხვდებოდი რატომ უნდა მესწავლო რაღაცები და აი ფსიქოლოგია ძალიან გამომადგებოდა თუნდაც რომ რაღაც დონეზე ვიცოდე რა. ისიც არის რომ იმ პერიოდში იქ დაიმჟამა და 90-იანებში დაბადებული ხალხისთვის გადარჩენის ნიდი იყო ყველაზე მთავარი რა და მეორე მომენტი არის რომ თვითონ არ იცოდნენ ზრუნვა საკუთარ თავზე. ეხლაც კი დღესაც კი როცა ვამბობთ რომ იზრუნე საკუთარ თავზე ხალხი დაბნეული კითხულობს ეგ რა არის როგორ უნდა გავაკეთო როგორ უნდა დავზოგო თავი ან თუნდაც აი ჩემი საყვარელი კითხვაა და მოდი შენ კითხავ როდის გაახარე ბოლოს შენი თავი ხო იშვიათად ვახარებ ხოლმე ეგრე მართლა და რატო არ ვიცი
აი ბოლო მოგონება ბედნიერებაზე რა გახსენდება? ბედნიერი ბოლო მოგონება? ბედნიერია რო იგზენი თავი. აუ, სადღაც შორს წახვედი. ხო. ხო, შორს წავედი, ანუ ამ მოცემულობაში ტკივილთან წავედით, ხო? ხო, ტკივილთან წავედი ისევ და იმდენად ბედნიერი ვიყავი, ანუ უბრალოდ ბედნიერებაზე ეგ მომენტი მახსენდება ბოლო პერიოდში რა. რომ ცხრემლებით წამოვიდა რა, პირველ ცხოვრებაში, ანუ არ ვარ ემოციური ადამიანი ზოგადად რა. ჩემთვის სიახლე ძალიან ბევრი რაღაც იყო, იმიტომ ვთქვი, რომ ამდენი ცხრემლის გადმოგდება თუ შემეძლო არ მეგონა რა, აი ყველაფერზე მეტირებოდა რა. და ეგეც ოკეია, ვინმე მარი ფიქრობთ, რომ ეგრე ვარ გაზრდილები, რომ არ შეიძლება და ანუ აუცილებელია, ხო, უნდა გამოუშვა და ვინც გეუბნებათ, რომ გაჩერდა გეყოფა არა. საკუთარი დრო უნდა დაუთმო მაგ ყველაფერს. უბრალოდ ძალიან არ ნახა. სულ მაგაში არ უნდა იყო მესმის და ვერც იქნები თან, ხო? ეს სულ და სულ კარგად ვერ იქნები. ამიტომ ეგ ემოცია თუ არის ნაღდია და უნდა გამოუშვა და ის ემოცია რაც ჰქონდა იყო ბედნიერების ასევე რა. ბედნიერების ცრემლები იყო რაც ჰქონდა და აი ყველაზე ესეთ წვერვალი ეგ იყო რა, რაც მახსენდება. ნახე, ესეთი რაღაც არსებობს ფსიქოთერაპიაში. რომ ემოციებს აქვთ ერთი გზა. ერთი არხი მხოლოდ. მან არ არის ბევრი სისტემები მომუშავე. ემოციებს აქვს სპეციფიკ ერთი არხი. თუ მე ჩავკეტავ ტკივილს, თუ მე ჩავკეტავ სევდას, თუ მე ვიტყვი რომ არ მინდა ეს ყველაფერი ვიგზნო და გავაჩერებ ამ ყველაფრის შეგზნებას, ხო დაიკეტება ეს არხი. შესაბამისად, გამორიცხულია რომ ბედნიერება და სიხარული შემოვიდეს. აი ეს აუთენტური შინაგანი ბედნიერება. იმიტომ რომ იმისთვისაც ვკეტავ არხს. და სანამ ადამიანები არ მუშაობთ ტკივილზე, რომ აი გავუშვათ ეს ტკივილი. მივცეთ საშუალება, რომ გავიაროთ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ხო? და შევძლო მე ამისგან განთავისუფლება, რეალურად აი ბედნიერების განცდასთან ვეღარ მოვდივართ კონტაქტში საერთოდ. და უნდა აცემინო თავი მოკლედ. ანუ უნდა გადაგიაროს, ხო? ანუ მაგას მივხვდი აშკარად ეგრეა, რომ აცემინოზე კითხავ რა, აქვე. ახე აცემინო თავი პირდაპირ არის რომ ისევ მიიყენო ტკივილი. ანუ ნახე ყველა ემოცია რაზეც მეუნები მოდის შიგნით. მაყურებლისთვის ვიტყვი და ფსიქოლოგიის სტუდენტები შეიძლება გუყურებენ რეტროფლექსიის კლასიკური მაგალითია. დიაგნოზის დასმის უფლება არ გვაქვს და მაგას არც ვაკეთებთ, უბრალოდ ეს არის კრეატიული მორგების მექანიზმი, გეშტალტურად თუ ვიტყვი და თავდაცვის მექანიზმი, როდესაც გარემოზე მისამართ ემოციას, რაც არ უნდა იყოს, ვიტრიალებ შიგნით. ჩემი ბრალია, ჩემ გამო, მე ტკინოს მე, აი ხა ეს ვაცემინო, ძალიან ისე მომხვდა ყურში. და ხო, რაღაც მოხდა ხე შენ. არა, ხო გადასალახია და მაგიტო სხვა გზა არ არსებობს? ვაცემინოს გარდა. არა, ნუ გადატანეთ მნიშვნელობით თქვი ეს, რომ ფაქტობრივად ან ტკივილმა უნდა გაიაროს ჩვენში, ხო? ანუ რო გავუშვათ. მე მინდა ვიგზნო ტკივილი, იმისთვის რომ ვიგზნო ბედნიერება. შემდგომ. ალბათ ეგ. რომ ამის გარეშე არ გამოვა რა, თუ არ მიაქცევ ყურადღებას და არ იფიქრებ ამას და დასკიფავ და დასნუზავ, მე ხო ამოგარტყამს სადღაც. ხო და ანუ უნდა მაშინ უნდა აცემინო თავი, ეგრე გამოდის რა, ანუ უნდა ჩახედო თვალებში, უნდა განადგურდე ბოლომდე, ანუ რა ტკივილიც გაქვს ბოლომდე მოუშვა, რომ მე იმ კურნა, ანუ იმიტომ რომ ნუ სხეულის დონეზე ვიგზენი მე პირადად, რომ ანუ რაღაცა სხვა გზაც რო არსებობს. სხვა გზა. ვაცემინოს გარდა სხვა გზა. ამის ყველაფრის შეგიძლია რომ არ იგზნო? იგზნო, მაგრამ არ იყოს ვაცემინოს ნაწილი. აბა რა გზებია? საინტერესოა. ერთ-ერთი მთავარი გზა არის დიალოგი ტკივილთან. აი რაც მტკივა, იმის შენ წინ სკამზე წარმოდგენა და მასთან დიალოგი. რა არის რა ტკივა და რა მიზანი აქვს ამ ტკივილს შენ ცხოვრებაში? ხო. ამის დანახვა და უფრო მარტივია, ანუ შეხება, შეგზნება ამ ტკივილის და გაშვება უფრო მარტივია, ვიდრე მომიცვას მე, გადამფაროს, ცოტა დეპრესიაში ჩამაგდოს. No, it doesn't work like this. ანუ პირდაპირ არის რომ მეორე მარტივი მექანიზმი შემიძლია გითხრათ, შენ შეგიძლია სახში გამოიყენო და მაყურებლებსაც შეუძლიათ. როცა ვინმეზე ან რამეზე, განსაკუთრებით ვინმეზე ვიტყვი, ნაწყენი ხარ,
გტკივა, ან რა გიხარია და ვერ ეუნები სიხარულს. პირველ პირში ვწერს წერილს. გამარჯობა, რაღაცა. მინდა გითხრა ეს, რაც გინდა, ყველაფერი. ძალიან გრძელ წერილს ვწერთ. და ვწერთ იქამდე წერილს, სანამ ემოცია არ დამიმთავრდება. თითქოს ხელი უკვე წყვეტს წერას. და მნიშვნელოვანია რომ იყოს ფურცელზე პასტით დაწერილი ან ფანქრით, როგორც კომფორტულია. და შემდგომ ვაკონკრეტებ წერილს ვწვავთ. არ არის აუცილებელი ადამიანს გადავცეთ, უთხრათ რომ შენ ეგეთი საზიზღარი ხარ რაღაც რა. არა, არ ჭირდება. გამონთავისუფლების ერთ-ერთი გზა არის. საკუთარ თავს რაც ურტყი, მინდა რომ გავთავისუფლებულიყავი მაქედან რა, არა, ხელი არ შემებრუნებია საერთოდ. ისე ურტყი საკუთარ თავს და ისე მომხვდა რომ საერთოდ ინსტინქტი კონტრშეტევა არ ქონია და რაღაცა უბრალოდ არა სათქმელიაც ქონდა ეგ იყო. ხო. საინტერესოა და ხა გეტყვი და გამიღიმა. თავიდან რო კითხე სამაგია როგორ გადაუხადე მეთქი. კი ორავი რაღაცეებიო. ხო, აი ეს სადღაც მანდ ჯდება. კი. ეს გამოცდილება. წერილის დაწვის იდეა უბრალოდ იმიტომ მუშაობს. მივხვდი ხო ეგ. რომ ენერგიას ანთავისუფლებ რა და შენ შიგნით კილოს თორე იმ ადამიანს ეთკინება თუ არ ეთკინება. ხო, ხტები. არაფერს არ შეგეცვლის. და სულ რო იგივე ქცევა გააკეთო შენ, მაინც არაფერს არ შეგეცვლის რეალურად. იმიტომ რომ ერთადერთი ამბავი არის რომ აი ხელი არ შემებრუნებია რომ ამბობ, ზუსტად მანდ მოვდივარ რომ მე ჩემი თავი გავწურო ბოლომდე ვატკინო და არაფრით არ დაუჭირო მხარი. ხო, ეგ ვქენი მე ზუსტად. ხო. და რა მდგომარეობამდე მივედი კი ნახე და მე დავიწყე ალტერნატიული საკუთარი თავის პოვნა, რომელიც ეგრე აღარ მოექცევა საკუთარ თავსაც თუნდაც რა. რომ ყველაფერში შენ და შენი ბრალია და საკუთარი უბედურების მიზეზი შენ ხარ, რეალურად არ არსებობს ეგეთი შემთხვევა რა. არ ვიცი. ვინ შეიძლება იყოს რომ ყველაფერი იყოს ერთი ადამიანის ბრალი, ხო არ შეიძლება ეს. მე მაგაზრონებითაც დავიწყე და რაღაცა სხვა რაღაცებიც აღმოაჩინე და მაქსიმალურად ვცადე რომ საკუთარ თავზე ვიმეღო დარწმა, მაქსიმალურად ვცადე. სანამ ეს გამომივიდა და როცა მოვკვდი მე დავიწყე გაცოცხლება რომ აი პიკამდე მიიყვანე შენ. ხო, პიკა აი აშკარად უკვე ფუნქციონირ ფუნქციონერ ვეღარ ფუნქციონირებდი. ხო. ტიროდი. ეს ეკრანზეც მართლა ტიროდი. ხუთები ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ სევდას როცა ვეხებით, ხო. მე დავმალავდი, ბოლომდე დავმალავდი, რომ შემძლებოდა. აი რაღაც ისეთი დონის ტკივილი რო ყოფილიყო, რომ ამას გავუმკლავდი, იმიტომ რომ დიდი ხანი. უბრალოდ ბოლოს ვეღარ რა. ხო. და სანამ მაგ ვეღარამდე მიხვალ, ალბათ ჯობია რომ იქამდე მიხედო თავს, ხო. პირველივე იმპულსის დროს უკვე მნიშვნელოვანია, რომ ზრუნვა დავიწყოთ საკუთარ თავზე, ეგ არის ერთადერთი რაც მუშაობს. ამ გადმოსახედიდან კითხავ, იქდა მაშინ გიორგის, რომელმაც აი პირველად იგზნო ეს ტკივილი, მოდი ვიტყვი პირველი საათებში იყო ამ ემოციებში. რას ეტყოდი? აი ხა როგორ მიმართავდი იმ გიორგის? მოკლედ, ის ალგორითმები რაც სოცქსელებს აქვს რა, ის Instagram-ს და TikTok-ს განსაკუთრებით. მაგრად გამოღამებს რა ემოციურ მდგომარეობაში ხარ. კი. TikTok-ის სკროლ რო დავიწყე. ხდებოდა სულ უბედური, აი და მეც იმას უყურებდი და აი სახით მახოხიალა მართლა TikTok-მა, აი TikTok-მა მართლა სახი გამაძრო. მაგრამ რაღაც ემოციების გამოთავისუფლებაში გარკვეულწილად ეგეც ის იყო, ბუსტი იყო, რომ მიდი ბოლომდე. ჩააჭირე ბოლომდე. ხო. რას ვეთყოდი და პირველ პირში მიმართე რა, გიორგის. ხო, უთხარი ხა აქეთ. პროცესს ენდერა, რასაც ეხლა ვეუბნები. კარგად იქნება ყველაფერი და კარგად რო იქნება ყველაფერი, მაგის არ მჯეროდა. და ყველაფერი არ შეიძლება არც იყოს კარგად, მაგრამ ხო უნდა ცადონ ეგეთ მდგომარეობაში ყოფნას რა აზრი აქვს, ხო უნდა ამოხვიდე მაქედან. და ის იყო, ხდებოდა ხოლმე Radiohead-ის Let Down-ი რა, სულ. და აი პირველი რო შემხვდა, აი ისეთ სულად გავხდი, რომ არ ვიცი რა, წარმოუდგენლად სულად იყო, ვერ ვცნობდი საკუთარ, თან რო გიკვირს, თან რო სულად ხარ, თან რო გიკვირს. ხო და მანდ არის ეგეთი ის, რომ ერთხელად მე რო დაეცემი და გასხივოსნდები და ადგები. მაგის საერთოდ არ მჯეროდა. გამორიცხულია მეთქი მე. რა ფრთები ამოგივა და რა ვაფშე რა აზრი აქვს. რა ფრთები, ბედნიერება ჩაიარა რა. რაღაცა კუთხით შეიძლება ჩაიარა კიდე კაც მარიცის მაგრამ
უბრალოდ ის რომ მე რაღაცა ფუნქციური გავხდებოდი, ვერ მაგ დროს ყველანაირი ცუდი ფიქრი მოგდის, ხო? აი ყველანაირი ცუდი ფიქრი, იმიტომ რომ ხვდები რომ დღეების განმავლობაში, კვირების განმავლობაში ძალიან ცუდად ხარ და მაინც პროცესს უნდა ენდო რა, რომელიც ბევრს ქონია, პირველი არ ხარ, ბევრს დამართნია და გამოსულა რა, რაღაცით ასე, ისე, ამის დახმარებით, იმის დახმარებით, რაღაცნაირად ხომ მოვიდა დღეს და მაშინაც მაგას ფიქრობდი, რომ აი ეხლა მე ესეთი ცუდი ფიქრები მაქვს, მაგრამ იქნებ მე 3 თვის მერე, 4 თვის მერე ცოტა სხვა მოცემულობა იყოს და ვარჯიში სხვადასხვა და ფიზიკური ჩანაცვლება ამ ემოციური ტკივილის კარგი გაცვლაა რა. მიდიხარ, ახურდავებ ემოციურ ტკივილს, ეგეც აწვავად გჭირდება ჩაასხამ, აწევ, რაღაც მე ტკივა ეს ყველაფერი გამოდიხარ, იმიტომ რომ აი წყალს რო გადაივლებ ვარჯიშის მერე. ხო. იმ რეფრეშინგ მომენტია ძალიან მაგარი რა, ანუ ვერ ხვდები, აი რო გამოდიხარ, რა მოხდა, რაღაცა ქიმიო, რაღაც პროცესები წავიდა და დაიცალე. მოდის ენერგია, დოპამინები. დოპამინები ხო და აი მაგით ცოტა ქირურგიული ჩარევებით ცოტა უნდა მიხედო საკუთარ. ეხლა მე გამოდგომა და ეხლა რატო არ ვარჯიშობთ ვიღაცებს. ეგეც არ არის ცოტა. ჯერჯერობით ძვირი სიამოვნებაა. ძალიან ძვირი. მით უმეტეს მე მწვნელია ვიყვანე. ბექა, რომელსაც უღრმეს მადლობა მინდა რომ გადავუხადო. ეხლა იმ დარბაზში სადაც ვარჯიშობს, ბექა აქ არის იუთუბერია სხვადასხვა და იმ დარბაზს ხო გადავუხადო ფული რომ მწვნელი დაგინიშნოს ასე თქვა. საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ძვირი ფუფუნებაა რა და ეხლა ყველას ვიცუდად არის გითხრათ რომ ეხლა იცი რა რატო ხართ ეგრე და ადექით და ესკენით არა რა მაგრამ რამენაირად თუ გამონახოთ მაგის ძალას რომ ეს პრობლემას ვერ მოგიგვარეს მაგრამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია პატარაა თუ როგორია აშკარად დადებითი დინამიკისკენ შემტკიცებელი რაღაცა ხო და მაგ თემამ იმიტომ რომ მე რომ მივედი სავარჯიშოთ აი ხა ჩემით რაღაცების კეთების თავიც არ ქონდა. აი ხა ავდე და ესე პროგრამა უნდა გავწერო, ხა 3 კუნთი ეს უნდა მოვარჯიშო, აი რაღაც აი ამაზე კონცენტრირების დამატებით არ არსებობდა, ანუ გამორიცხული, წაშლილი ვიყავ ვერ. მაგიტო გუნდიშაც ხა სულ იმაშვებოდა რა დამყვებოდა და ბექაც იმაშვებოდა რა ქვია სულ აბა მოიხოდე და მამხნევებდა და მწვნელი მარტო მაგის ხო არ არის რომ ნუტრიცია და გითხრას და აი აქ ეს კუნთი ამ ესე უნდა ავარჯიშო, ანუ გითხრას მოტივაცია მოგცეს და გაგამხნევოს და მაგ კუთხით ძვირი სიამოვნება იყო, მაგრამ მქონდა მაგის საშუალება უბრალოდ რომ ეგ გამეკეთებინა და წარმოვიდგინე საკუთარი თავი მაგ დროს რომ ესე დღეში ვარ და ხვალ სამსახურში უნდა წავიდე სადაც უნდა გავაკეთო ყველა ვარიანტი საქმე, იმიტომ რომ არავინ არ გააკეთებს მაგას და წარმოვიდგინე რამდენ უბედური შეიძლება ვიყო ეს ამ მდგომარეობაში რომ კიდე რაღაც კეთება მიწევდეს. იმიტომ რომ მივედი ბიჭებს რო ველაპარაკე, შენ არ ინერვიულო, ჩვენ ვიზამთ, რამდენი ხანს დაგჭირდება, ეგეც სიტყვები და ნუ ეგ ხო ძალიან ღირებული რამეა და ძალიან მნიშვნელოვანი და აი უბრალოდ მართლა იმ ადამიანების მდგომარეობაში მაგ დროს შევედი რომ ესე მდგომარეობაში ხალხი მიდის და კიდე მუშაობს, მეთქი და რანაირად. ხო და კარგია რომ ეგ მაინც არ მიწევდა რა და აი მაგ დროს რა უნდა ქნას ადამიანებსაც შესაძლებლობა არ აქვს და ხვალ თუ არ იმუშავა მე საჭმელს ვერ შეჭამს. აი მანდ რას შვებიან არ ვიცი. მანდ თერაპიული აი მარტივი მექანიზმი რახან შენ ესახსენე ვიტყვი და მაყურებლებს თუ ინმეს დაგჭირდებათ შეგეძლიათ გამოიყენოთ ყოველ დილას აი ჩანაწერების გაკეთება. 2-3 წინადადება პოზიტიური საკუთარ თავზე. ნებისმიერ რამე ვფიქრობ რომ დღეს რომ გავიღვიძე ეს უკვე კარგია. აი აქედან დაწყებულს ვიძახით, თორე არა ის რომ იდეალური ვარ და კარგი ვარ. 3 ნებისმიერი წინადადება. შემდეგ აუცილებლად 15-დან 25 წუთამდე თუ გაქვთ საშუალება რომ ზისხივები დაინახოთ. ზისხივებთან კონტაქტი, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი შემავსებელია ენერგიის და ყველაზე კარგი მოქმედი ეფექტი აქვს. მესამე რაც არის გააცინეთ საკუთარი თავი. მიეცით საშუალება რომ იცინოთ, იმიტომ რომ პირველი ყველაზე კარგი რაც არის ასეთ დროს მე ვერ ვიტირებ იქამდე ერთმა ჩემმა იტალიელმა კოლეგამ თქვა ხა რამოდენიმე წლის წინ ვორქშოპზე მარიო და ვინომ რომ ვერ ატირებ ადამიანს ვერ ამოიტირებს ეს ადამიანი თუ ჯერ არ ცინის და როცა იცინის მასთან უკვე ისეთი კონტაქტი იწყება ბიოქიმიურ დონეზე რომ ეს არხი იწყებს გახსნას რაც დალუქულია რა და ცრემლებიც მოყვება მე ამ სიცილს და ხშირად როცა ძალიან ტკივათ ადამიანებს აი ვეუბნებით ხოლმე რომ გააცინე შენი თავი კომედიას უყურე ანეკდოტებს მოусმინე არ ვიცი რაღაცა ესეთი ქენი რომ
ამ სიცილში ძალიან ხარხარში ხშირად უცებ ამოხეთქავს ხოლმე ცრემლები. მაგას ვერ შვებოდი, ფილმს ვერ თავდი. ფილმი ძალიან ესეთი რთულია, მონაკვეთებს ვიძახი მე, სასაცილო მონაკვეთებს, რაც გაცინებთ და მე მაგალითად ჩემი კლიენტებისგან ძალიან ხშირად მესმის ეგ ამბავი, რომ უყურებენ თუნდაც გაცოცხლებულის კონკრეტულ მონაკვეთებს, როცა ძალიან ტკივათ. ეს ძალიან ბევრჯერ მომისმენია. და ამ სიცილში ხშირად გადადის ტკივილი. აი ეგეთი მსგავსი პატარ-პატარა. ხო, პოდკასტის ამბავს. მე პოდკასტს უყურებდი ხოლმე ძველებს. ხო. და იმდენად აბსურდი იყო. რომ ამ რეალობას იმდენად წყვეტდა, იმდენად აბსურდი იყო. ეგ ახლა მახრას დამსახურებაა უფრო. აბსურდის მიმართულებით ეგ უფრო ძლიერია. იმდენად აბსურდული რაღაცები იყო, რომ მართლა გამთიშა რაღაც მომენტებში. ერთადერთი რაც იყო, იმიტომ ნარცისიზმის შემოტევა არ ქონია რა, საერთოდ თავს და უყუროთ რა საერთოდ. მაგრამ აი მაგ მიმართულებით პოდკასტი რო ჩავხტე, მართლა მიშველა და მაგიტო ალბათ ეგეც იყო, რომ მაქედან მაგ პოდკასტსაც მაგ მიზნით ბევრი ადამიანი მოიხმარს. ძალიან ბევრი. ხო. და მე ერთმა ვიტყვი ეს სახელს არ დავასახელებ, ჩემმა კლიენტმა მითხრა მოზარდმა. მე საჭმელს ვერ ვჭამ თუ პოდკასტს არ უყურე. არიან ესე ადამიანები და გულწრფელად მაგ ადიქციაზე მუშაობ რომ მოხსნა მე. იმიტომ რომ თუ მააჩარი ეგ მომენტი რა. არა YouTube აქტიურად შემოვიდა მაგ კუთხით რომ ხალხი იმაშვება რა ქვია. აცხელებენ მაკარონებს და ხიწყებენ. ხო, ამთხოვენ, მეც ეგრე ვჭამ ხოლმე. ნამდვილად ვინახავ რაღაც ვიდეოსო საჭმელს ვჭამ. კი. აქვე რახან ვახსენეთ ახლა מחარა და ეს აბსურდი მომენტი ხო? ფაქტია რომ מחარა საკმაოდ დიდი წვლილი აქვს ჩართულობით შენ ცხოვრებაში როგორც ბევრ შენ მეგობარს, მაგრამ დავკონკრეტები ახლა מחარაზე. მისი ჩართულობა, მისი აი ეს ემოციური მდგომარეობა. მე მახსოვს მე რომ მოვდიოდი წვერთან დაკავშირებით რო გეხუმრებოდა. რამე გავლენა რა თქმა უნდა ქონდა, მაგრამ რას ატყობ შენ, რა ქონდა გავლენა? מחარაც ეგეთი ადამიანია, რომ თავის სიყვარულს გამოხატავს პირიქით. ანუ გეჯაჯღანება, თუ არ გიყვირის და რაღაცას სულს არ გეუბნება, ესე იგი არ ადარდებს რა საერთოდ რა. არჩისთანაც და ჩემთანაც და ანუ ბიჭებთან ყველასთან ეგეთი დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ love language მისი ეს არის. იმიტომ რომ რაღაც დონეზე ემოციების გამოხატვა გვეუხერხულება, ხო? იმ სუფრა იმენტო ახსენე, რომ ეგ კარგი ადგილია ხოლმე, რაღაცა რეალურად უთხრათ ადამიანებმა ის სიტყვები ერთმანეთს, რაც ფიქრობთ ხოლმე, იმიტომ რომ ოთახში თუ შედვართ ესე და ერთმანეთს მაგას ვეუბნებით, ცოტა უხერხული სიტუაცია იქნება და არაბუნებრივი და სუფრაზე ეს მოსული თემაა და מחარა იმდენად დავიჭირე მაგ მომენტში, იმდენ მიფრთხილდებოდა, რომ მაგასაც არ აკეთებდა. აი ამ რაღაც შემოტევებს, ხუმრობით რაღაც ის თქმასაც არა, რაღაცა ერთხელ მითხრა, კალო, შენ სიტყვი მე ყველაფერს გეთანხმებოდ რა რაღაც ხუმრობით. იმიტომ რომ მივხვდა ემოციურ მდგომარეობაში, რომ ზედმეტი რაღაც ის არ უნდა დაემატებინა. საერთოდ ხო, რომ არის ხო მეორე ვარიანტი, რომ ვიღაცა ცუდ ხასიათზე რო არის, პირიქით გამხიარება უნდა სცადო რაღაცა ისე პირიქით ეხუმრო თავის პრობლემაზე, ბევრი რაღაცა. მაგრამ ამას ის ქონდა რა, პირიქით, რომ დისტანციის დაცვა რა პირველად ვიგზენი მაგისგან რა, არ ქონია იქამდე გადაგივლის. ოღონდ ხუმრობით და სიყვარულით, მაგრამ ეხა ეგ პირიქით ეგ ქონდა, რომ რას გზნობ როცა იხსენებ ეხა მაგას? გზნობ, რომ ყავს გვერდში ესეთი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შენზე, შენი ადარდებთ, შენი კარგი გაუხარდებათ, შენი ცუდი უხარიათ და მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანისგან, რომ კარგად იყო და ჩემთვის ეგ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მაგიტო არხი იმიტომ გავაკეთეთ ისე რომ ნელ-ნელა ყოველს მაგათ ჩავითრიე ჩემი. რომ თავიდან არ განიხილებოდა ეგ. ნელ-ნელა ყოველს მომუნდა, იმას მომუნდა, ამას მომუნდა, რომ ეს შეკრებები და ერთიანობის მომენტი ძალიან მომწონს. ეთყობა რაღაც ჩემი შინაგანი ბავშვი, მაგ დროს არის ძალიან მშვიდად და წყნარად, როცა ერთად ვართ და ეგ ერთიანობა რო ირღვევა და სხვათა შორის იყო ოქტოპუსზე მაგის მომენტები, რომ რაღაცა კრიზისული პერიოდები ქონდა, რომ დაირღვა. გარკვეულწილად აი ეს თემები მე რაც მომივიდა, გარკვეულწილად რაღაც ცეცხლის და ნავთის დამატებელი აღმოჩნდა ჩემ პრობლემაზე, იმიტომ რომ უცებ გამოვიხედე და ყველა რაღაცა თავის პრობლემებში იყო და რაღაც ერთიანობა დავკარგეთ და მაგიტომ მე კიდე უფრო ჩავარდი რა. ხო, მესმის, ანუ ის თანადგომა ერთობის მომენტი კიდე რა თქმა უნდა რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე. ბოლო კითხვას დაგისვავ რა. აბა. რა არის, რითიც გინდა გაახარო შენი თავი? აი ახლა აქედან რო გახვალ, რა არის პირველი რამ, რითიც გაახარებ შენ თავს? რახან მითხარ, ეს გახარება და ბედნიერება დიდი ხნის წინ იყო, დავტოვოთ იგის. ადრე ახალ წელს საჩუქრებს ყიდულობდი, ძალიან მიყვარს საჩუქრების შუქება და საჩუქრებს ყიდულობდი და იმას ამას მეთქი, ამას რაღაცებს თვლი რომ და
ამას კი ჩემ თავს უყიდი მეთქი და მივხვდი რომ ამას არ ვაკეთებ. ხო. აი ხა აი ამას მეთქი ჩემ ხო შეიძლება თქო რა ეს რომ და მივხვდი რომ აი ამას არ ვაკეთებ არა და რაღაცები ხო გინდა მაგრამ საკუთარ თავისთვის გემეტოდა ეს მე არ მაქვს ბევრისგან გამიგია რომ ეგ ჭირს. კი. ხშირია. არის ხალხი რომ მარტო იმაზე ფიქრობს რომ რა გაახაროს საკუთარი თავი და მე აღარაფერი აღარ აქვს შეიძლება იმ თვეში მაგრამ რაღაც საშუალო შუალედური ვარიანტია დასაჭერი და ეგ პირველ შვილებს ახასიათებთ იცი? დამახასიათებელი ქცევა პირველი შვილების რომ ბოლოს მოიტანონ საკუთარ თავი ან არ გაახარონ. ყოველთვის იყიდონ ყველაფერი ყველაზე იზრუნონ და თვითონ ხო შეიძლება კი რა ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ. ხო და რავი გახარება საკუთარი თავის პირველი იმპულსი რაც მოგდის არ მოძებნო არაფერი. სულ ძალიან მარტივიც რო იყოს ოკეია. აი დღეს მოდიან ჩემი მეგობრები ფეხბურთს უნდა უყუროთ მაგალითად. ეგ არის ანუ მაგ პერიოდში არაფერზე არ ფიქრობ გარდა იმისა რომ უნდა გავერთო და ვიხორხოცო და არა ჩემი კითხვა სხვა არის. მარტო შენ თავს რითი გაახარ? მარტო ჩემ თავს? ნუ ისე მეგობრებთან მიდიხარ და ვცდილობ რომ შენი მე წამოვწიო ეხა ძალიან წინ. აუ რა ვიცი რა რაღაცა მატერიალურით ეგ არ ხდება ჩემ შემთხვევაში რა რაღაცა ისეთი რომ ან რამე ნივთი მინდოდეს ან რაღაცა მინდოდეს ჯერჯერობით მაქვს ანუ უკვე ეხა ის უმადურობაში არ მინდა მაქვს რაღაცები და იმიტომ არ მინდა ხო რო არ მქონდეს შეიძლება ყოფილიყო მატერიალურით რომელიც გამეხარდებოდა და გავაზუსტებ ჩემი კითხვას ცოტა დაგეხმარები შენ შინაგან ბავშვს რითი გაახარებ აი რაღაც რამდენი წლის გამოდის სადღაც 6-7-ის აი რაღაც ეს გიორგის რა გაუხარდებოდა დღეს თავისთვის რატომ მომდის თავში არის კაკაო მაგრამ ოკეი იყოს ეგეთი მარტივი აი რაღაც უცებ თავში კაკაო მომდიოდა ბავშვობაში კი და მიხარია ხოლმე კაკაოს რო ემოშვები რა ქვია მიყიდია აი ეს იმის იმედად რომ მე არ ვიკეთებ ხოლმე მაგრამ იმიტომ რომ ზე უნდა ადუღო თუ რაღაცა და მეზარება ხოლმე მაგრამ ეგ მქონია აუ მაინც სხვაგან მივდივარ რა სხვა ფიქრ რაღაც საკუთარ თავს და საკუთარ თავისთვის მაგიტო დავაზუსტე ბავშვობა წამოვწიე წინ ძალიან ვორკაჰოლიკში მაგ გადასული რაღაცები ანუ ძალიან YouTube-ისკენ ვიყურები სულ იმ დღეს მონტაჟი დავიწყე ჩემი არხი რო გავაკეთე ეს ხის სახლი რაღაც გეიმინგი და ჩამოვრჩი რა ეს 3 თვეა ის ვიდეო რო დავდა პირველი მაგის მერე ჩავარდი და საერთოდ და იმ დღეს დავიწყე მონტაჟი რაღაც შესავალი გავაკეთე თუ რა აი რაღაცნაირად დამშვიდდი და ეგეც არ არის ის კითხვა რასაც ზუსტად ვიცი რო არ არის მაგრამ აი ეგეთ რაღაცები მიხარია ხოლმე რომ გადადებულ საქმეს რო გავაკეთებ აი ეგეთ რაღაცები ძალიან მიხარია მაგრამ ეგ შინაგანი ბავშვის გახარება არ არის ეგ არის გიორგის პასუხისგებლობა ხო რო ერთი წვირთი მოვიშორე რა ეს ბერდენ არ მაქვს და როცა უბრუნდებით ბავშვს საკუთარს და შინაგანს ეგ არის ისეთი იმპულსური ისეთი აი პატარა რაღაცა რო ახარებს რა ეგეთი აი ბავშვობაში მაგალითად ვიღაცას ჩიფსებს უკძალავდნენ და ხო ჩიფსებს შევჭამ კომპიუტერზე თამაშია ჩემთვის ძალიან მაგარი ეგ მაგას არა უგზავნავ არასდროს საკუთარ თავს იმიტომ რომ ადრე მქონდა ეგ შეგრძნება რომ ვაშავებ მაგას რო აკეთებ იმიტომ რომ დროს კარგავ ხო და ეგ მენტალობა შევიცვალე ახლა პირიქით მქონია რომ ბევრ რამეს ვიღებ ემოციურადაც და მაგ დროს ბედნიერე და აი ეს ხის სახლზეც იმ გუნდი გავაკეთეთ ხო ვუყურებ ხო ფეხბურთის ის რო გვაქვს გუნდი თუ რაღაცა მაგ დროს ჩემი ძმაზე მაქვს დამოღამებული ეგ ჩემი ძმა როგორც აღნიშნე არ არის ემოციური ადამიანი საერთოდ ანუ ძალიან ჩაკეტილია მაგ კუთხით და უცებ ოთახში ვიყავი ეს თამაშობდა ონლაინში რაღაცას და ისეთი ხმები გამოდიოდა მისგან რაც არ გამიგია აი მართლა დედაჩემ მითხრა ადრე რომ მეც ეგეთი ბავშვი ვიყავი უფრო და დედაჩემ მითხრა რომ ძაღლი რომ მოგიყვანეთო იმ ძაღლს ისე ეფერებოდიო ისე სიტყვებითო რომ მე შემშურდაო ხო რომ აი ისე რომ გავიგეო ესო რომ ისე ეფერებოდიო ანუ გავგიჟდიო რომ ესო გიორგიაო ხო და ლუკაძეც ეგ დავამოღამე რომ აი კომპიუტერულ თამაშში ლაივში კი არა და მეგობრებთან ერთად ვიღაცებთან თან ელაპარაკებოდა თან თამაში ისე ერთობოდა რომ აი ისეთი ჟრიამული ხმა გამოდიოდა რომ აი ეგ იყო რომ მეთქი ლუკა არის ესეთი ბედნიერი ნანახი აი ან მყავს ან არ მყავს რა და მე სხვადასხვა დამინჭერია საკუთარი თავი რომ მან დრო შევდივართ ერთმანეთს თან ველაპარაკებით და თან თამაშობთ ეგ გატარებული დრო ჩემთვის არის უძვირფასესი აი მართლა და მაგ დროს ვარ მართლა პატარა და მართლა მიხარია და
ვინც მეუნებოდა ყურს ვინც მიწევს რომ ბავშვი ისე კომპიუტერი რაღაც ეხაც ხომ მეუნებიან ხოლმე ვიღაცები ყველას საერთოდ ეგ არხით შეიძლება იმიტომ გავაკეთო ხალხს დაუმტკიცო რომ ეგ არ არის დროის ხარჯვა და პირიქით ძალიან მაგარი რაღაცა ცალსახად, იმიტომ რომ განტვირთვის კარგი მექანიზმია განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ცოტა უფრო ინტროვერტები არიან და უნდათ ცოტა გამოსვლა. ხანდახან ეგ მექანიზმი ხო არა ეხა იმას თამაშობ ექსპედიცია 33 მირჩეს მაყურებლებმა ძალიან სხვა შეიძლება ბევრი რაღაცა მაყურებლებმა მირჩეს რაც მე დავიწყე და რავი ან ულამაზესი და საინტერესო ამბავი და აი ყველა ჯადოსნური და ვარი იქ და რავი ბედნიერი ვარ მაგ დროს აბარავარ ანუ შინ ბავშვიც ბედნიერია, დიდიც ბედნიერია, ყველანაირად ბედნიერი ვარ, როცა მაგას ვაკეთებ. ბოლოსკენ ახსენე შენ ახლა დედა. და კითხავ რა, დედის ჩართულობა იმ შენ ამბებში. დავარქვათ მოდი შენ ტკივილში. სამწუხაროდ ჩემს დაბადების დღეზე მომიწია, ცუდად ყოფნა ძალიან. დეკემბრის ბოლოს კონდა 27-ში და აი არ მინდოდა წასვლა რა, ნუ დიდი დაბადების დღე დაიხადა, იმიტომ რომ იმდენად ტრიგერდებოდი ყველაფერს, სიმღერის ჩართვაზეც და იმაზეც, რომ აი ვერა და ყველა ვერ გიგებს ახლა რა ვერ მოთხოვ ყველა ადამიანს და რო გეუნებიან რომ გიორგი აბა ეხა მოიხოდე თუ რა ანუ არ იცის იმა ხო და კარგია რომ არ იცის კიდე კაი ეგონკები რა რომ რა გჭირს ხო და თან მაგაზეც ვღიზიანდებოდი ამდენი ყურადღება და აბა გიორგი რატო არის ესე და აი ესეც მაგიზიანებდა და ნუ დედაჩემს და ლუკას ფარული ისინი ქონდათ რა ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ეხა შენ მიხედე და ეხა შენ მიხედე და ორივე ძალიან ნერვიულობდა რა თქმა უნდა რა დედაჩემი ჩამეხუტა და მეუბნება ეგეთ რაღაცას. თან დედაჩემი ძალიან ემოციურია. ქალებს უფრო მარტივად შეუძლიათ სტრემლების გადმოყარა ხა ეგ არ არის. არ ვიცი. არა, უფრო მარტივად შეუძლიათ ხა ეგ ნაღდად ეგრეა რა. ქალსა და კაცის კამათიც რომ მიდის, ქალის ხმა უფრო მარტივად იბზარება რა, ანუ. და ეხლა დედაჩემი რომ ჩამხუტებოდაო ესეო. ხო. აი მაგის ყველაფერს ვიზამდიო რა. ხო. აი ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეგ მომხდარიყო და შენო ესე ესე გიხუტებიო და ცოტა მოსკენიო რა მოიხოდეო და მან დავფიქრდი რომ უმნიშვნელოვანესი რამეა რომ ესეთი ოჯახი მყავს ან ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამეს წარმოვადგენდა ადამიანებს ჩემი დადებითვისა ემოციებს ყოველთვის ვამბობ რომ დედაჩემი არის პირველი ვისაც უნდა იფიქრო მაგ დროს რა მაგრამ თან მეორე კუთხით ის ვიფიქრე რომ აი რა ბედნიერი ვარ რომ ესეთი მაგრამ რაც გტკივა იმის გადასაფარად ეგეთ რაღაცები არ გამოდგება არასდროს რა. ხო. ყოველთვის თავისად. დამინახავს ვიღაცა რომ შეიძლება ფეხი არ კონდეს. და ძალიან გამიცდია, მაგრამ 10 წუთის მერე როცა შენ ცხოვრებას უბრუნდები, აღარ გახსოვს ის რა. შენი თითის არ ქონა უფრო მტკივნეული იქნება ყველა ვარიანტი, ვიზრე ვიღაცის ფეხის არ ქონა და მაგიტო რაღაცით გადაფარო ამ ბედნიერებით მოდი ამ დავაბალანსოთ ეს უბედურება არ გამოდის თორე. მაგი ძალიან ბედნიერი ვარ და ის რომ განკურნების და რაღაცა კარგად ყოფნის გზაზე ეგ ყველაფერი რო გეხმარება და ხელს გიწყობს, მაგაზე ორი აზრი არ არის. რა თქმა უნდა, დედაჩემი რა ყველა ძალიან მიყვარს და აქედან კიდევ ერთხელ მოვიკითხავ. ოკეი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა შენი გულწრფელობისთვის და დიდი მადლობა რომ მოხვედი სესიაზე და ისაუბრე იმაზე, რაც მესმის რომ ძალიან მტკივნეულია. ეხლაც ვხედავ და განიცდება როგორ მიდის შენთან ეს ტკივილის პროცესები. და განსაკუთრებით მადლიერი ვარ ამიტომ, რომ კიდე ერთხელ შეეხე იმას, რაც ცოტათი რთული გასავლელია, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ გაივლის. მადლობა მოწვევისთვის, მოკითხვა სტუდენტებს და YouTube-ზე ბევრ გადაცემაში ვერ ვჩნდები ხოლმე, იმიტომ რომ მაინც სხვანაირი შინაგანი განწყობა უნდა და ბოდის მოვუხდი, ბევრ ადამიანს უარი უთხარი, მაგრამ აქ ნამდვილად შემეძლო ეხა მოსვლა და მადლობა რომ მომეცა საშუალება რომ კიდევ მე ლაპარაკით გამოვდივარ უფრო მდგომარეობიდან და მეხმარება. ბევრია რომ არ არის ხო ეგრე პირიქით. ძალიან ბევრია რომ ვერ ლაპარაკობს. ხო. ამიტომ მე მგონი ჩემ შემთხვევაში ასეა, მოდი ასე ვიტყოდე, ლაპარაკი ძალიან მეხმარებოდა. სხვამაც ყველამ საკუთარ თავს რაღაცა დააკვირდეს და ნახოს საით უნდა დაძრას ეს ვექტორი, რომ დადებითისკენ წავიდეს დინამიკა. კი. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბრიდან, გიორგის მონათხრობიდან, მისი ისტორიიდან თუ არის რაღაცები, რაც თქვენ შეგეხოთ, თქვენს ემოციებთანაც მოვიდა კონტაქტში, მაშინ თქვენი სესია დაწყებულია.